ძალიან გამიჭირდა იმედის გაყიდვაო ირაკლიმ. სინდისი და სამშობლო ძალიან მარტივად გაყიდა მანამდე და იმედი გაუჭირდა მართლა. იმიტომ რომ სინდისი და სამშობლოს არ შემოქონდა შემოსავალი და იმედი უკვე ძალიან გაჭირდა. თვითონ კლიენტი არ გამოჩნდა იმედის გესმის და სამშობლოს და სინდისი იყიდება საკმაოდ კარგად გადის რა, სარფიანია. როგორც გაირკვა TV იმედი 1000 ლარად გაიყიდა. 1000 ლარი აჯანდა ბაბარემ გააციან და მოიგეს მე-5 წუთში გაგეთამაშებინათ. აი TV იმედი და მითანას ხორცს პროდუქტები თქვენ. დამსახურებული TV იმედი თქვენ. და ეკნებოდა ხა ჩემნათლი მირონ ჩელეკიგნაველიძეს თავის ტელევიზიამ შენილვად. რა არ გინდათ ინოვაციები და იყავით ეგრე. TV იმედი ასევე უყიდია ვინმე მიქაელიშვილს, რომელიც საკმაოდ ცნობილი გახდა ადგილობრივი არჩევნების დროს სკალაძის შტაბთან ტიტუშკობით. არ ვიცი ამაზე რა ვთქვა, მაგრამ იმედია როლები არ გაცვალეს და ირაკლი რუხაძე არ დახვდება აწი აკაცუკებს სადარბაზოსთან. ტიტუშკობა არის ძალიან ცივი რაღაცაა. შენ სახელი და ავტორიტეტი არ გიქნება. ხო კიდევ. გინდა გპ დაამთავრე, გინდა TSU დაამთავრე, გინდა მაგათგან შექმნილი კატამარანი, გინდა ოქსფორდი დაამთავრე, გინდა ჰარვარდი დაამთავრე, гинდა მოსკოვსკი გასუდარственный უნივერსიტეტი. აზრი არა აქ ამ განათლებას ამ ქვეყანაში რა ვერ გაიგე. ან მოერგე, ან წადი სადაც აზრი აქვს. TSU-ს დიპლომი გამომადგა სადმე. რავი იანდექსზე კითხეს TSU-ს დიპლომი თუ გლოვოში. ან გბ-ის. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, დაალაიკეთ ეს ვიდეო, წინა ვიდეოებიც და თუ შეიძლება იქ კომენტარებში რა აღწერაში წერია ჩვენი ისაუბრესა ჩემი პირადი ანგარიშებისა, ცოტა რომ ჩაგვირიცხოთ რა deep state-ი ვერ წუდება გესმის ჩვენ შენახვას, ხარჯიანი ხალხი ვართ. და ცოტა ჩაგვირიცხეთ, იმიტომ რომ მე მომიწევს გაქცევა ევროპაში და გადახვეწა და მე იძახეთ ის ტიპის ადგაქრავო სიმონო ვერ დავაფასეთო. დაგეგმები ეგრე არის ანგარიში. მინიმუმ სუფლიორის ყიდვა გჭირდება, თორე ყველა ჩაწერაზე ნუკრის უჭირავ დიდი ეტრატი ხელში და იქიდან მკითხულობ. და დღეს ნუკრიც არ არის. რაო? შემდეგი რა არის? აჰა, კაია.